მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, უცხოეთში მცხოვრებო ქართველებო, თქვენ ხართ ოქროს ფონდის საქართველოსთვის. დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება მიხეილ სააკაშვილს, ჩვენ საამაყო პრეზიდენტს, რომელიც სახელმწიფოს მშენებლობისთვის ისჯება. მიშა და საქართველო ორივე პატიმრობაშია. თუ მიშა დარჩება პატიმრობაში, მაშასადამე საქართველოც დარჩება რუსეთის კოლონიად. ორივე დასახსნელია იმ ურჩხულისგან, რომელიც ჩვენ ქვეყანას დაეპატრონა. ჩვენ ექიმებმა მიშასთან ერთად გავიარეთ მისი პატიმრობის მძიმე და კრიტიკული პერიოდები. პირველი 2 წლის განმავლობაში მისი დაპატიმრებიდან სრულიად წერილთ ცვენა მოვაწყვეთ ამერიკაში, ამერიკის კონგრესში, სენატში, სახელმწიფო დეპარტამენტში, ევროკავშირში, ევროსაბჭოში, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებში. რამდენიმე შეხვედრა გქონდა სხვადასხვა საელჩოებში, ანუ საელჩოებში, ყველა საელჩოსთან თითქმის შეხვედრები გავმართეთ, ოღონდ რამდენჯერმე მაგალითად ამერიკის საელჩოში, ევროკავშირის წარმომადგენლობაში, ანუ მუდმივად ხდებოდა ჩვენი შეხვედრები, რომ მუდმივად ყოფილიყვნენ საქმის კურსში, ვინაიდან ის პირველი 2 წელი ძალიან კრიტიკული იყო მიშას პატიმრობის. ამის შემდეგ რამდენიმე შეხვედრა გქონდა ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ჩვენ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თხოვნით არ მივსულვართ. ჩვენ სალომე ზურაბიშვილს მოვთხოვეთ, რომ მას გაეკეთებინა განცხადება ობიექტური მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მან ეს ჩვენი მოთხოვნა შეასრულა. მან თქვა, რომ თუ ექიმები ამბობენ, რომ ის გადასაყვანია სამკურნალოდ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისთვის. ჩვენ გვჭირდებოდა ეს განცხადება იმისთვის, რომ დასავლეთისთვის დაგვენახებია კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ საზოგადოება, ექიმები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია, სახალხო დამცველი და თვითონ პრეზიდენტიც ამ საკითხს ეთანხმებოდნენ და ყველა ითხოვდა მის გადაყვანას უცხოეთში სამკურნალოდ, მაგრამ უცხოეთში კი არა, ქალაქის კლინიკაში, იმ პერიოდში ქალაქის კლინიკაშიც კი არ გადაყავდათ მიშა, რომელიც ასეთ კრიტიკულ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. იქამდე მივედით, რომ ექიმების ჯგუფი გამოგვაყო ექიმების ჯგუფი, რომლებიც დაიწყეს შიმშილობა. პირველი დაიწყო შიმშილობა ვილი პაჭკორიამ, შემდეგ მას მიჰყვა მალხეს ჯალაღონია და კიდევ რამდენიმე ექიმი. ამის შემდეგაც ერთი კვირის განმავლობაში არავითარი რეაქცია ხელისუფლების მხრიდან არ ქონია ამას. მერვე დღეს ზუსტად შიმშილობის დაწყებიდან, ექიმების შიმშილობის დაწყებიდან მერვე დღეს ვინც არ ამოშიმშილა ექიმები, 20-25 ექიმი, შევედით პარლამენტში თეთრი ხალათებით, ჩავატარეთ ბრიფინგი და კატეგორიულად მოვითხოვეთ მიშა სააკაშვილის გადაყვანა. მივეცით დრო იუსტიციის მინისტრს და განვაცხადეთ, რომ თუ ეს ჩვენი მოთხოვნა არ იქნებოდა დაკმაყოფილებელი, ჩვენ, ეს 20-25 ექიმი, პარლამენტშივე დავსხდებოდით საშიმშილოდ, შეუერთდებოდით ჩვენ კოლეგებს. ამის შემდეგ 1 საათში იუსტიციის მინისტრი აკეთებს განცხადებას, რომ ის იწყებს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის პროცედურას ვივამენტში. ამის შემდეგ, როდესაც ჩვენ გვინდოდა, რომ ჩამოსულიყვნენ უცხოელი ექიმები და შეეფასებინათ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, იყო ახალი პრობლემა. არ აძლევდნენ ამ ადამიანებს ლიცენზიას. კანონმდებლობით ნამდვილად საჭიროა, რომ უცხოელი ექიმი, როდესაც ჩამოდის, უნდა საექიმო მოღვაწეობის დროებითი ლიცენზია მიიღოს. ჩვენი სამინისტრო ამას არ აკეთებდა. ამაზეც ექიმებმა იმდენი გავაკეთეთ, რომ ეს ლიცენზიებიც უცხოელმა ექიმებმა მიიღათ. ხა ყველა აქტივობას ექიმების აქ ვერ ჩამოვთვლი. უბრალოდ ერთ რამეს ვიტყვი, რომ მიშას აი ამ ყველაფერთან ერთად, რაც დამართეს,
მას აღენიშნებოდა ვერცხლის წყლით და მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია და სრული ჯოჯოხეთი მოუწყვეს პატიმრობაში. ფაქტიურად წამებასთან გათანაბრებული ტანჯვა. ყველაფერი გააკეთეს ექიმებმა იმისთვის, რომ მიშას მდგომარეობა არ მისულიყო ტერმინალურ სტადიამდე და ცუდად არ დასრულებულიყო და ამისთვის მინდა რომ აქედანაც კი მადლობა ვუთხრა ჩვენს ექიმებს, რომლებმაც სრულიად უანგაროდ მხოლოდ სიყვარულით, სიკეთით, ერთგულებით და პატივისცემით გააკეთეს ეს. ანუ მათ მიშას დაუფასეს ის ღვაწლი, რაც მიშამ ქვეყნის მშენებლობაში ჩადო. ეს არ არის ისეთი ხშირი მოვლენა, რომ ასე თავდადებით იბრძოლეს ამ ადამიანებმა. ეხლა მე გასაგებია ჩემთვის მიშა იმდენად ახლობელი ადამიანია, რაც არ უნდა გავაკეთო, მაინც არ იქნება არასოდეს ბევრი, მაინც ცოტა იქნება. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ მიშასთან ასეთ ახლო ურთიერთობაში და ასეთი ახლობლები, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მიშა გადაერჩინათ. ამიტომ მინდა მათ მადლობა გადავუხადო. გოგა ჩახუნაშვილი, ვილი პაჭკორია, რომელიც კიდე ხას უსვამ პირველი დაჯდა საშიმშილოდ, მალხას ჯალაღონია, რომელიც ასევე დაჯდა საშიმშილოდ, ლევან გოგუაძეს, ასევე რუსუდან ლორია, ხათუნა კალაძე, ნინო ხატიაშვილი, ლევან ბარამიძე, ლევან მეტრეველი, ლევან ფერაძე, მარინა ხიდაშელი და ძალიან ბევრი.